მოკლედ მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იმედი ჩართოთ და უყუროთ, რას გიშვებოდნენ და რას უშვებოდნენ თქვენს ტვინს, თქვენს წარმოსახვას და როგორ მოკლეს ხალხი შიშით. ისინი ივიწყებენ თავიანთ იდეოლოგიურ სისულელეს და იცრებიან. მოსმენაზე პროფესორ ფაუჩის სხვა მძიმე ბრალდებებით დაუღენეს. თქვენ, როგორც ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ხელი მოაწერეთ ამ სამეცნიერო ექსპერიმენტებს, რომლებიც ბიგლებზე ტარდებოდა და ამერიკელი ხალხის გადასახადად მნიშვნელოვანი საჯარო როლის გამო წლებია საფრთხის წინაშე დგას. რის გამოც მას სახელმწიფო დაცვა ჰყავდა დანიშნული. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით კი ცნობილი გახდა, რომ მას დონალდ ტრამპმა დაცვა მოუხსნა და განაცხადა, რომ ფაუჩის რომელიც ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე სწორედ ამ კვირაში უნდა დაინიშნოს. კენედი პროფესორ ფაუჩის პანდემიის დროს მუდმივად აკრიტიკებდა. მას არა ხალხის, არამედ ფარმაცევტული ბიზნესის ფინანსური ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდა და COVID-19 ვაქცინაციის აქტიურ კამპანიას ეწინააღმდეგებოდა.